აბა ჰე დედიკო მოკარო იხედება თან იჩება სიყვარული დედიკოს გოგო კიდევ ერთხელ დილა შვიდობის მოგესალმებით გაკიდული თბილისიდან მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი პუტკუნას აღარ ვიტყვით რომ ეგრევე ხახაში მახტებით ხმის აღარ როგორ ხართ ხალხო რა შვებით თმა გავიშრე იმ შენ რაღაცით და მე ხო იცით კარგად ესე ვერ ასწორებს უბრალოდ მოცულობასაც ამიტომ მე ერთი ორგან უთოთი გადავიტარე და საბოლოოდ ეს შედეგი მივიღე უბრალოდ აქეთ მქონდა და აქეთ გადმოვიწიე რაღაცა ეგრე მომინდა ხო და როგორც იქნა მოვიდა დრო ჩემი დედიკოს ნაჩუქარი ჩანთა რომელიც წლების უკან გაუმიგზავნა გამეკეთებინა გიჟდები ანუ ისე მიყვარს ხალხო მე რა ხსნილი რატო ისე მიყვარს გიჟდები იმაშტკაბულის მირთუ თუ ჯეროდეს ხო და წავიდეთ სამსახურში კიდევ კარგი დროზე ვნახე რომ ბარათი დამრჩენია სახლში არ დამოშტკამ უკვე გაიარა და გიჟივი დავარდი და ბარათი ავიღე ეხარ სუნთქა ძალიან ბუდი ალავარა კიდე გაროთ არ და არ მიყვარს ხომ ბარათების ამოღება იმიტომ რომ მე რო სულ ვეძებ მაგრამ ძალიან ჭიდვა დილიდან ჩემუპაში რათა დილიდან ისა გვაქრაკია ჭიდვა და საცუპი მამა იძახეს ყველამ დაიწყო აქნა სიარული რომ ცენტრალურ ტრასაზე არიან და ანუ ხშირად არ მოუწევთ გაჩერებული და საცუპში დგომა ასე რომ ჩემთან უკვე ბროდვეი გახდა კინოცვები ზაკოს ვურეკავდი რომ ეკითხა მეთქი ბავშვმა რა ქნა თქო და არ მიპასუხა თყობა ისე ბაღში იყო ამ პრინციპში რაღაც დროს ბაღი იყო სახლში იყო მაგრამ არ ვიცი აქ ვერ მიპასუხა თუ მოკლედ და ვიდეოშიც ჩანს ბები ამის მიყავს და თან უკან მიყურებს რომ ქნეს დედა მაინც დედა უნდა მერეო შენ მომაკითხე და შენო ანუ ჩვენ და ისი ახალხო მარიამი უკვე მიჯაჭული ბებოზე რომ აქედანვე ნერვი აქედანვე მე დარდება ის ემოციები რაც მე მარიამს ეკთება ზაკორო წავა ანუ ეს კლავს შეგრძნება რომ ვიცი როგორი დარდებს როგორი ემოციები ექნება სულ იკითხავს აივლის მაღლა დაიწყებს ძებნას ოთახებში ანუ ეს განცდა ძალიან მიჭირს ძალიან და მე მახსენდება ჩემი ძმისშვილი იქიდან რომ წამოვედი საბერძნეთიდან როგორ მეძებდა როგორ კითხულობდა და ძალიან რთულია და მეწოდება ეხლა რომ მე რო წავადე და ძალიან ინერვიულებს და სულ ძებნაში უნდა იყოს და გუშინ ვერ გადავიღე მაგრამ გავაკეთე კარტოფილის ხინკალიც გავაკეთე ჩაშუშვილი ხინკალიც ყველა ჩამოვიდა ჩვენთან და ნიკოლოზობა აღნიშნეთ ერთი ძალიან კარგი ვახშმით ასე ვთქვათ ხო და ის არის დედა თქვა ავედი რომ ეს მეთქი რა ქვია წამოდით კაცო ზრუნდა გიგილოდო ხო და წამოდით ყველა ჩემთან წამოდით ჩემ სახლში წამოდით ყველა ანუ ისია ბავშვია რომ ყავი დალების დროსაც კი ყველას ჩვენთან წამოდით და აი ეს მოსწონს ვიცით ეს გარემო ძალიან მოსწონს და მე ძალიან მახარებს ეს ყველაფერი იქაც აი სოფერში რომ ჩაყავს ხოლმე მარიამი ბებოსთან და პაპასთან ჩემი მეუღლის შოვლებთან აი იქაც ის აქვს რა ქვია სულ რაღაც რა არის მოდი ალი პაპა გაყინო და რაღაც აი ძალიან თბილია და ძალიან დიდ იმას გამოხატავს რა ქვია სიყვარულს რა ჩემი ძმა იძახის აი ვიშოკებიო რომ უყურებ აი იმ დონემდე მიყვარსო რომ არ ვიციო შენ მიყვარ ხარ და ასე ანუ როდის ჩავეხუტები და ყოველ დღე რო რეკავს სულ გვაქვს ეს ტექსტები. რაიმე ნეტა ვინმე მესიჯი მომწეროს ხოლმე რომ
კამერა გაწმიდე, რომ ბურში არ გადაიღო ვიდეოები, გავწმიდე. შეეთხო. ხო და მეთქი დათომალი ჩამოხვა ჩაიხუტები. ხო და მე ვთხარი მე რო გიყვარო რამოდენემდე სათვალისწრას ჭირს. ამიტომ გიждები ჩემ შვილზე მე ვთხარი და ხო ეგრეა, ზოგადად ეგრეა, ხო. როცა გიყვარს დედმამიშვილი უპირობოდ, უსაზღვროდ, მერე მისით ძალიან გიყვარს. ამას ამოუშვერია. შევღებოთ. აქეთ რომ მქონა ეგრე კი არ შემიმჩნევია და ნახეთ. დამბალი. შევიღებოთ ზეიმისთვის, ანუ კვირას შევიღება. კვირამდე მეზარება, კვირას შევიღება. წავედით. მეტროში შემხვდა, გუშინ არ მახსოვს, თუ გუშინ, ახლა ბოდიში გუშინ წინ შემხვდა. გვაჩვენე შენი ხმის ერთ-ერთი გუნდის თანამშრომელი. ხო და იმ ხელას თითო გამომიხატა და ვაიმე როგორ დაგიკლიაო და რა შეცვლილი ხარ და რა რომ მე ხო იცი დავდნი და მივდნი და რავი გადავწყდი წერში. მეთქი აუ ძალიან დიდი მადლობა ისე გამიხარდა ხალხო. ისე მიხარია ასეთი ემოციები რომ აი ძალიან მიხარია. ხო და მithore აუცილებლად გესტუმრებით გადაცემის ჩაწერაზე თქო და ჯერჯერობით რა თქმა უნდა ყოფილი გაჩერებულია ხალხო მგონი ომია ქვეყანაში მგონი კი არა რა აუკლია ჯვარი წერია ახლა იმაში გადაიზარდოს მაგრამ და რა თქმა უნდა შეჩერებულია ყველა ეს გასართობი ასე ვთქვათ პლატფორმები ხო და მე რა დაიწყება აუცილებლად გესტუმრებით თქო ხა მაგათ ისიც ხო აქვს თქო დაგროვილი ვიდეოები მანამდე გადაღებული ეგეც ხო გაუშვიათ ჯერ და სავარაუდოდ რა ვიცი კაცმა არ იცის როდის რა გავა ის კი არა ხო ხედავთ ნიჭიერის ისიც არ ყოფილა ჯერ ფინალი ასე რომ ესეთი ამბები რაღაცა ძალიან ცარიელია ვაჟა რა ხდება ხო მშვიდობა აქვთ რატო წამოვკუსკუსდი ახლა აი ამ თხელი ზედით ვინ იცის უბრალოდ მოვიხდინე და მეთქი კაი მოსაცმელი აღარ მიდა თქო და დედაჩემა გაიყინებოდა დედა მე ვთხარი როდის იყო იგინი მყინავდა ხო და დედა იცოდე რომ გავიყინე ვაიმე ცუდადა ჩემს თვალებს რა თქმა უნდა შეეტყო არ მეძინა ანუ გვიან დავიძინე ეგრევე მეტყობა ხოლმე ყველა მითხავ დედას გავხარ თვალებით ამ დროს მართლა მამა ჩემის თვალები მაქვს მაგრამ ეტყობა სრულად მამის არ მაქვს რა დაწილი დედის მაქვს თვალები ხო და ის რაღაცერი ის განათებულია ისე რომ გიყურები ხო აეგრო დედის გაქვსო და მეთქი დიდი მადლობა აღარ მინდა რომ დედიკო წავიდე მაგრამ აი არ არსებობსო შანსი სანამ კარგად შემიძლიაო აქო ვერო მიჩვეულია ხალხო 15 წელი სხვაგან ცხოვრობ ყველაფერი იწყება რეპეტიცია გარეთ სიმხურვალია იქით იმაში არა იხმაურონ არ არის პრობლემა იხმაურონ ხო და ველოდებით ჩვენს პიანისტს და დავიწყებთ რატომ აქვს ახლა ეს ხურული ხო არ იცით რომ მოვიდი გავიჭედე ხალხო ჩემი პატარები ვერ გამოვაჩენ მაგრამ მზად არიან უკვე ხო და ვიწყებთ სრული დატვირთვით ტორო 4 შაბათს გვაქვს ნანა 4 შაბათს არის ხო ზეიმი უი ბოდიში 3 შაბათს კიდე კაი 4 შაბათი არ მეგონა დავიღუპებოდი მოდი მანანა გენაცვალე როგორ მიხდება ეს? აი ეს ხმაურის გარეშე როგორ თუ შინდის ფერები მიხდება. დანა ეს ფერები მიხდება თუ შინდის ფერები? არც ერთი? არც ერთი? ორივე გიხდებაო ნანამ. ორივეში დახატო. აი რა ყავართ ამიცკევიჩს. დავიწყეთ. ჩვენი ნაძვის ხო და ხასათები გვაქვს ჯერ არ ვიდა მე ავანთებთ ცოტა ხანში მობძადი მანანა მობძადი ჩვენი პიანისტი წამოვიდა
აინთი ახლა Let's go. შეხება ფესავარცხლს, ბარემ აქვე დავაკონკრეტებ. იფესავარცხლს მე ფე უთო გადაუსვკიდი ამ თმას. უფრო დიდი თმა რომ მქონდა გოგოებო, უფრო მეტად შედარებით მომწონდა. ახლაც არ არის ცუდი, მაგრამ 106 ლარისათვის ფიქრობ რომ რა ვიცი 45 ლარიანიც იგივე თითქმის იყო და რატო არ ვიყიდი, არ ვიცი, ცოტა მარკეტინგული იმაში გავები, ასე რომ ვთქვათ, რომ უი არა ის უფრო კაი ხარისხია და ანალოგი აბსოლუტურად. ჩემ მეგობარსაც აქვს 45 ლარით იყიდა, არის გადასარევი, ანუ რა ვიცი. დიდათ ახლა რეკომენდაციის მაღაზიები ვერ გავცი. იმიტომ რომ არ ვიცი ხა იქ როგორი თმისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ხა ჩემ თხლთმას ეგრე ვერ ასწორებს, როგორც მე მინდა. გასაგებია ფენია და ეგრე ვერ გასწორდება, ხა როგორც უთხოვ. მაგრამ რა ვიცი, მოცულობას ადგილს კი ბატონო. ნუ მოკლედ არ არის ცუდი, მაგრამ 106 ლარი მეძვირება. პირდაპირ გითხრათ. თან ფასდაკლებით. და ეს ინფლუები რო გაუკეთეს აი კუწური რეკლამები ასე რამ გადაგრიათ ხალხო მარკეტინგული ხრიკი ცუდი ნამდვილად არ არის აი ნამდვილად არ არის ნახეთ ეს უთო გადავიტარე მაგრამ ძირითადი ეს მოცულობა მომცა იმ ფესავარცხელმა მაგრამ ერთი ეგა რომ აი შველებლად დიდია და ალბათ მოკლედ მისთვის არაკომფორტული რა შეიძლება თმის ტიპი მაქვს ისეთი, არ ვიცი რა, უნდა დატესტოთ თავად, მაგრამ მე მსგავს რაღაცას ალბათ აღარ ვიყიდი. ნუ ეს მეყოფა ერთი ცხოვრება ალბათ, მაგრამ რო გითხრათ რომ ამაზე გავგიჟდები და არ იქა ეს რა მაქვს, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის და მადლობა კუბაის. მაგრამ რო იცოდეს რამდენად უკმაყოფილო ვარ, ალბათ ჯგუფიდან გადაგიდოდა. ძალიან კარგად გთმაო, დღეს კომპლიმენტები მივიღებ. ბავშვებმა მაცეკვეს როკეროლი, იმ დღეს რო ვიცეკვე. ესე რო აკეთებდიო, აი ეგ ცეკვა გვინდაო, ხო და მე ვთხარი დასხედით. ხო და მშვენივრად გავერთე და ისეთი ბედნიერები არიან და ისე უხარიათ ხოლმე მსგავსი რაღაცები, ვერც წარმოგიდგენიათ და მეც ისე მიხარია რომ ეს მუხტი მერე გადმოდის. ამ კადრებს არ ვიცი, შეიძლება ჩაგისვათ, შეიძლება არ, მაგრამ არ მინდა ხა ეს ჩემი ცეკვის ვიდეოებით თავი მოგაბეზროთ. ხო. ეს კლავს ხა თეთრად რომ მიჩანს. ესე კი არ მიჩანს, ანუ კამერა აღიქომს ბევრად ძაფრად, ჭაღარას და ეგეთ რაღაცებს, ვიდრე მე ვხედავ თქვათ სარკეში. მაგრამ ფაქტია რომ შესაძლებელი არის უკვე. კარგი. წავიდეთ სახლსაშენო. ხო და აი იმდენი ვიცეკვე რომ გამოდიოდი დამცხადა ეხა სიგრილე მეპარება. დღეს გადაწყვეტილი ამბავია ვახარისხებ მარიკოს სათამაშოებს. უკვე
ესე იგი უშველებელი ჩანთები გვაქვს და ვერ ტევს. მერე მისაკუთრა სხვა რაღაცები იქაც ვერ ტევს. და უკვე ისეთ დღეში ვართ, რომ დედა თქო სახში შევედი ვერ ვსუნთქავ თქო, იმიტომ რომ ანუ მართლა წერტილი აღარ არის, სადაც მაგისი დიდი ჩანთები და ისა მე ბაღში მიაქვს ეს ჩანთები კიდე პლუს ერთი კიდე პრობლემა. ხო და ისეთი ამბავია ხალხო. აი არ ვიცი, რასაც ნახავს მოარბენინებს სახში. იქ დახარისხება მიდის ამანათების და სახში ჩემ რასაც ნახავს მოარბენინებს. ჯერაც იყო ხო გადატენილი ქონდა და იმდენი იყო რომ აი ვეღარ სუნთქავდი და ახლა ერთი ორი უშველებელი ჩანთა მიამატა. ხო და მე მეთქი მე ამას გადავუხარისხებ. ზოგი რაც გატყდა იმას გადავყრით, რაც თქვათ ისეთია. იმას დავტოვებთ და რავი ზოგს გავაჩუქებთ და ესე. ეხლა რაც თქვათ ვიცი რომ გიждდება და რაზეც გართულება აქვს რომ სულ უნდა ხედავდეს, იმას რა თქმა უნდა არ გადავხდი. კარგი. გავიქეცით მეტროში. ახლა ალბათ ჩემ დედიკოს თხოვ რომ მომიდულოს ყავა. ანუ ისე ჩუქში ვარ რომ მოვდივარ სახში ეგრევე გავარბივარ მაღლა რომ ნახო. ამ ყოფნის ეს დედა ჩემის მოსაფერებლად ეს რო არ ყოფნის. ჩემი საკო არ დამხვდა. სახში და ეხლა სალოსგან მოვდივარ. სალოსთან გადავედი უკვე ბავშვები დიდი ხანი არ მინახავს და ვნახე თან ყავაც მივირთვი, ხო და ეხლა წავიდით სახლში. იქნებ დედა დაუბრუნდა ოჯახს. იმედი მაქვს. იუჰუ, წავედით. წავიდა. ჩემთან სარეცხი თავს იკრავს. წავიდა ჯამუცდა. მაციებს. იმედი არ გავცივდი. სანამ მარიკოსთან წავალ, მოდი და საფეხსაც მე ჩავიცვამ, მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ ჩემს გამომწევთან დაკავშირებით. სხვათა შორის დღეს საუბრობდით რაღაცებზე და ჩამოვწიო. ხო და მეთქი ჩემ გვაიმესა ჩამოვწიეს უბედური მოიცეთ ხალხო. ხო და მეთქი უნდა მოუყვდო. წერს ჩემი დოდონას ბლოგის Facebook გამომწერი. გამარჯობა დოდონა, გამარჯობა ტრადიციული მოკითხვა, ანუ ასეთი SMS შემომდის, რა ვიცი, რამდენი ვერ გეტყვით. რა ვიცი, 24,000 გამომწერი გვყავს, 23 და თუნდაც 22 და თუნდაც 5,000 ავტომატურად ყოველთვის ხშირად მე გეხმიანებიან და ეს ჩვეულებრივი ამბავია რა. და ძალიან სასიამოვნო. რა თქმა უნდა, მე ყველას ესე ვერ დავიმახსოვრებ, ნუ აი უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამდენი ადამიანი აი მართლა არ არსებობს, ვერ დავიმახსოვრებ ხა. თუ მუდმივად არ აკომენტარებს, ხო, ესე რომ მე დავიმახსოვრო ის ხა 1000 ერთხელ რამეზე ვერ არ შემიძლია, ანუ არ მაქვს ეგ მეხსიერება და ხა ადამიანები ვართ წარმარო ფოტოს ცვლიზეს, ანუ ვერ დაგიმახსოვრებ ვერანაირად. კაცო რომ მეტყვი მე ვიხარ გაგიხსენებ, მაგრამ ასე სულ წარმარა ფოტოებს ვცვლი, ესე მიჭირს ხოლმე თან თუ იშვიათად აკომენტარებს ადამიანი მისი დამახსოვრება. მოგეთ, გამარჯობა, მე ვიკითხეთ ერთმანეთი, მადლობა რომ მიყურებთ, ტრადიციულად ყველაფერმა ჩაიარა მშვიდად, civilურად, როგორც ეკადრება ზოგადად ადამიანებს. დოდონაო ძალიან მინდაო, რომ რაღაც გამოგიგზავნო. ხო და ვკითხე, რომ რის გამოგზავნაზე იყო საუბარი და ბარტერთან დაკავშირებით დავიწყეთ ამაზე საუბარი. მე დავიწყე უბრალოდ. ხო, გასაგებია მეთქი, ბარტერია და რასთან დაკავშირებით თქო? არაო, მოცეთ ერთ წუთით. ბარტერიო არ არისო, უბრალოდო მინდაო რომ გამოგიგზავნო. აი მეთქი ძალიან დიდი მადლობა, ცოტა შევწუხდი და შევღუნდი. ვინც მიცნობს იცის რომ აი შინაურიც რომ აჩუქებთ რაღაცას ძალიან მერიტება, ძალიან მრცხვენია და მე ნახევარი სიცოცხლე ვუხდი მადლობებს. ანუ ესეთი ვარ, ეხა მე ვეღარაფერი შემცვლს ამასაკში. მაკუთხით და არც მინდა შევიცვალო, კაცო მაძლეები შეგზნება ხო უნდა ქონდეს ადამიანს. ანუ ძალიან დიდი მადლობა, ასე შემდეგ, მე არ შეწუხდეთ, მე ვთქარ. არა, არ წუხდები. კარგი. მოვიდა მეორე დღე, ნუ მითხრა რომ მოკლედ ამას გამოგიგზავნე. მოკლედ მადლობები გადავიხადეთ, დავიმშვიდობეთ ერთმანეთს.
ხა მისამართი რაღაცები არ უკითხავს, ანუ სანამ გამოგზავნოთ ხო შემეკითხები, ხო? უბრალოდ მადლობებით, ამით შემოვიფარგლეთ მოკლედ და გავიდა ეხა 1-2 დღე და აღარც გამხსენებია ხალხო, იმიტომ რომ რა ვიცი, რატო უნდა გამხსენებოდა? შენ ხო უნდა მომწერო, მე რა უნდა მოგწერო, ხო ხა? როდის მიგზავნის ხო არ მოგწერ, ანუ აი ვერ მივხვდი. რაღაცა დროის მერე გავიდა 1-3 დღე რაღაც ეგრე რა დაახლოებით და ღამე მწერს რომ გამარჯობა დოდონა. მე თქვენ გიგზავნით, სად გამოგიგზავნოთ? მეთქი აქ და მე რო ვნახე, ანუ რაღაცა გამოწერებთან რაღაცა კავშირი ქონდა რა, ანუ მივხვდი რომ გამოწერებზე მუშაობდა და კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მე არ მიყვარს ასე საჩუქრების მიღება, არ მიყვარს, არასასიამოვნოა ჩემთვის, მერიდება ძალიან. ანუ არასასიამოვნო არ მინდოდა რომ ცუდად აღექვა და გავუმარტე რატომ არის და ძალიან მერიდება, ამიტომ მე მირჩევნია თქო რომ გავაკეთოთ ბარტერი, რადგან თქვენ მუშაობთ ონლაინ გამოწერებზე თქო. და რა თქმა უნდა თქვენი გვერდის პოპულარიზაციისთვის კარგი იქნება 10 ადამიანის დაგემატება თუ 2, ანუ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი გამომწერი თქო. არა, არ მინდა. ნუ კარგი, არ გინდა, ეხლა გეხვეწები, რა ვიცი, არ გინდა, ხო, ეხლა დამთავრდა ამბავი. უბრალოდ ეს არის საჩუქარი. მოკლედ, მივიღე საჩუქარი. გავიდა 1-3 დღე კიდე მას მერე, რა თქმა უნდა მოუხადე, მადლობა, მომეწონა, ასე შემდეგ ტრალი-ვალი, როგორც ხდება. და რამდენიმე დღის მერე მომდის რა გითხრათ, ტექსტი. აი ამხელა. რომ დიდი ამბავი თუ მახსენებდი ვიდეოში. ეს ხდება დოდონას ბლოგის ვიდეოში არ დაგავიწყდეთ. ეს არის YouTube-ზე საუბარი საერთოდ. დოდონას ბლოგის. ცოტა დავიბენი. იმიტომ რომ, ანუ ადამიანს ვეხვეწებოდი ბარტერს გაგიკეთებთ, იმიტომ რომ არ მიყვარს რა ისე მიღება და უხერხულ მდგომარეობაში ვარ თქო და რადგან, ნუ ეხლა თუ ადამიანი არ მუშაობს ისეთ რაღაცაზე, რის ბარტერს გაუკეთებ, ხო, ის უბრალოდ გიყიდა და გაჩუქა, მაგრამ როცა შენ თვითონ მუშაობ ამ რაღაცეებზე, მაშინ ანუ ძალიან კარგი შეთავაზებაა და მე მირჩევნია რომ ბარტერი იყოს. და უკაცრავად თქო, ვიფიქრე ხო რა ვერიე, მაგრამ ეს დოდონა მეთქი დოდონათ იმწერს, ეს კი არავერიე. მოთხარი ბოთის გიხდით თქო, მაგრამ მე თქვენ ხოლ შემოგთავაზეთ მეთქი რომ ბარტერზე შეთანხმებულიყავით თქო, ხა საჩუქრის მე მადლობა კი მოუხადე, მაგრამ ბარტერზე იყო ლაპარაკი. მე რა გიხსენებინა რა მოხდებოდაო. ისეთი გაცოფებული ვიყავი ხალხო. აი ისეთი გაცოფებული ვიყავი, მე ვთხარი სად ბრძანდებით დღესვე გიგზავნით თქო. სად ბრძანდებით მეთქი მე ვთხარი. ანუ სად გამოვაგზავნო თქო, ეხა ქალაქი კი იცი, მაგრამ სად გამოვაგზავნო? არა, მე მათხოვარი კი არა ვარ თუ რაღაცა დამიწყო მოკლედ ესეთი საუბარი რა და ქალბატონო, მე უკვე გადამეკეტა. ანუ მე საერთოდ მეკეტება უსამართლობებზე, აი ჩვეულებრივად გონება მებინდება და ჟიბა დავეცე. დავუწყე მის ახსნა, რაზე შევთანხმდით და ასევე ჩავუყარე სკრინები, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მე ზოგადად როცა რაღაცას გავს შეთანხმებები მაქვს, აი ბარტერზე რომ მუშაობ და რაღაცებზე, ანუ ეგეთ რაღაცებზე არ ვშლი ხოლმე რა. იმიტომ რომ სხვა დროს რომ მომწეროს ადამიანზე, მარტივად აღმიდგეს ის ადამიანი და ხანდახან მე თვითონ მაშვები ხოლმე რა რომ დავდებ ვიდეოს მოვნიშნავ ასე ანუ მოკეთ ჭირდება ხოლმე ეს ადამიანები და ეს ცალკე ყავს რაც გამოყოფილად ვისთანაც მე მითანამშრომლი, ანუ თანამშრომლობის დონეზე ვსაუბრობ რა. ხო და არც ეს არ მქონდა წაშლილი. ჩავუყარე და მეთქი, ანუ ჩვენ ხო ვისაუბრეთ თქო ამ თემაზე, რომ არანაირი ბარტერი თქვენ არ გნებავდათ თქო და ეს იყო უბრალოდ საჩუქარი, რის გამოც მადლობა მოგიხადეთ ხოხვამდე. ანუ მე რა რომ მახსენო ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, აბსოლუტურად მიუღებელია. ეხლა ვინც მიყურებდა ფიქრობთ მე რა თუ გეხსენებინაო, რა დაგიშავდებოდაო, გეტყვით რომ აქ დაშავებაზე არ ვსაუბრობთ. დოდონას ბლოგზე მე ჩემს რაღაცას ვაკეთებ, რაც ძალიან მაბედნიერებს, ანუ იმისა, რომ მე თვითონ
ვარ მსახიობი, იმ ჩემ რაღაცას ვიკმაყოფილებ, სამსახიობო განხრით მიხარი ემას, რასაც ვაკეთებ და ბოლო-ბოლო რაღაცას გამოვიმუშავებ, ანუ როგორც სამსახური ნაწილობრივ მაქვს შეთავსებული ამ კუთხითაც. და ესე მერე რა რომ მახსენო, აი აბსოლუტურად არ ჯდება არაფერში. მეუთხარი რომ დოდონას ბლოგზე ასე არ ხდება, რომ მერე რა მახსენო. ეს ბლოგი არ ემსახურება ამას. ანუ მერე რა რომ მახსენო, ეგრე არ ხდება თქო. YouTube-ის სხვა რამეა და იხსენება კიდე სხვა რამეა, მაგრამ აი ამ კონკრეტული რომ დოდონას ბლოგზე იყო აქცენტი და დოდონას ბლოგის გამო მიგზავნი და თქვენ დოდონას ბლოგის მაყურებელი ხართ, რა ჭირს ამ კამერას. ასე ეს არ არის მეთქი და ანუ ვცდილობ რომ ამეხსნა, იმიტომ რომ არ მინდა რა ეს რაღაცა გამიშვი გამატარეები და საერთოდ რატომ უნდა ვისაუბრო მსგავს თემებზე, საერთოდ არ მესმის. მაშინ როცა მე შენ გთავაზობ თანამშრომლობას. და შენ თუ არ გინდა თანამშრომლობა, ანუ მე რაღაცომ ავალდებულებ რომ აუცილებლად უნდა გამოგაჩინო სადმე. მე ვთხარი, ქალბატონო თქო უკვე ძალიან მაქვს ამოსხმული კი არ თავზე გადასხმული ნერვები. ისე ვარ, რომ დასაბმელი ვარ. იმიტომ რომ არ ჩერდება, ანუ ვერ გავაჩერე. ხო და რო უკვე გადამეკეწა, მე ვთხარი, თუ იცით რა არის ბარტერი. იმიტომ რომ შეგრძნება დამჩა რომ ბარტერის მნიშვნელობა არ იცოდა. ან თუ იცოდა ორ მაგად გაურკვეველი იყო, მაშინ მისი ეს დამოკიდებულება. ხო, კარგად ვიცი რა არის და რო კიდე თავისას იმეორებს რა. ძალიან გამიგრძელდა მოყოლა, მაგრამ ამაოს მე მოკლედ ვერ ვყვები, ანუ რაღაც რო გინდა მოკლედ მოყვე, ვერ ვყვები. უკან ხო ხედავთ ხალხოს ხარაცხს, დასაკეცია. ბრძოთ ყველაფერი უნდა გადმოყარო ახლა. ხო და ისა, ძალიან აი მაბრაზებს მაპატიეთ რა. არავის ნაშრომი არასოდეს არ მომითხოვია. საკუთარი დედისაც კი ხალხო. არა თუ ვიღაც გინდა შორენა იყოს, გინდა ნინო, გინდა თებროლეს, სულ ერთია ხო, ვინ იქნება. მე რომ შენ არაფერს არ გთხოვ, არ მომითხოვია და რაღაცას მიგზავნი და მეც გეუბნები რომ კი, რაც რა პრობლემა. მეთქეთ ქურთკი მომიტანა. ვიყოთ როგორც ესე თანამშრომლური, იმით მივუძგეთ ამ საკითხს. კაცო, ხო და გაითვალისწინე რომ თუ შენ ასე არ გააკეთებ, ის ადამიანი ანალოგიურად არ გააკეთებს იმას, რაც შენ ახლა გულში ზიხარ და მღერი. ანუ რა ვიცი ხა ვინ გამამტყუნებთ ამ ამბავში, ვერც კი წარმომიდგენი ამ ამბავში, საერთოდ გამამტყუნოთ. ვერც წარმომიდგენი, ისეთი გაცოფებული ვიყავი, ეხა მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ დამიჯერეთ დრო იყო რომ ვხაოდი. ანუ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მგონია რომ უნდა ვიცოდეთ რაღაცა ზღვარი რა. ასევე უნდა ვიცოდეთ ის რომ შენ თუ ამას თავაზობ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, გარჩევა უნდა ვიცოდეთ ხალხო, ახლა შენ რაღაცას გულში მღერი და ეგრე გინდა, ეგრე კი არ არის. მითხარი რომ ჩვენ ამის გამო ვკონტაქტობთ და მე გეტყვი კი ბატონო, იმიტომ რომ მე თანახმოვარ ბარტერზე ის რაღაცა რა ვიცი, რაც გინდა რომ გამომიგზავნო, თუ მომეწონა და მე თუ თანახმავარ იმ რაღაცაზე, ხა ბევრი რაღაცა არის, რაც არ მინდა და მეუბნები რომ არ მსურს თანამშრომლობა. რაღაც არის, რასაც რატომაც არა ვითანამშრომლობ. ბიჭო, გთავაზობ და კიდე მე ვილანძღები რომ რატო უნდა მეხსენებინა დედას გაფიცეთ. აი ერთი მიზეზი ამიხსენით, რატომ უნდა მეხსენებინა ამ შემთხვევაში ადამიანი. როცა მას ეს არ სურდა. აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის გასაუგნებელი და მე არ ვიცი ხა ამ ყველაფერს რა ქვია, მაგრამ არ მგონია რომ ნორმა იყოს, რავი, არ ვიცი. მოდი დედიკოს წუთსაცხი დარჩა და მე ეს ფერი არ მიყვარს. არც იქით არის, არც აქეთ. უბრალოდ ეხლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს და ეხლა იყოს წასმული. ის ჩემები ჩავალაგე. მოკლედ, არ ვიცი შარო საიდან მოდიხარო, მერე ასეთი ადამიანები წააპურწიალებენ ამ ისტორიას, ყვებიან ისე როგორც თვითონ სურთ, რომ აი ვიღაცამ რაღაც არ გაუკეთა და ჩემთვის ვიღაც დაიხარჯა და მერე ალბათ მლანძღავს 700 კაცი
რატო შვილო? რო გეუბნები რომ მოდი ეს გავაკეთოთ, გავაკეთოთ. შენს ხო გინდა რომ გავაკეთოთ, რა გიშლის ხეს გერიდება მითხრა? ეს ჩვეულებრივი ამბავია, ანუ ხელი ხელს ბაშ, ჩვეულებრივი ამბავია. სოფლიო ამით დაკავებული. არ ვიცი. გავიქცეთ ბახში. ხო თქვი არ მიხდება თქვა სუტად გაუგებრად გამოვიყურები. ანუ რაფერია ახლა გაფიცებთ. რა არის? აი ესე მოხდა გოგოებო ეს ამბავი. და ძალიან ნერვები მომიშა. ისო გახსოვთ ადრე პაჩები გამომიგზავნეს 65 ზემოთ რვარი. კიდე ეგ ისტორია ჯობია იმას რაც ეს გადამხდა ეს კიდე საოცრება ანუ ადამიანები გლანძღავენ იმის გამო რაშიც დამნაშავე არ ხარ. რა თქმა უნდა არ ვაპირებ ქალბატონის ხსენებას არსად და ის სამკაულიც უკვე გავაჩუქე. ასე რომ სულ კარგად მიყოლოს ახლა. თანისა იმის რა მითქის ვარ გამძურა. ჩემგანო გაუქმებულია თქვენს მემართ გამოწერა. რატომღაც მევთხარი? პირიქით მე ვაპირებდი მეთქი გამოწერის გაუქმებას, მადლობთ მევთხარი. არ მაკლია ხა გამომწერები რატომღაც რომ ვიხვეწო ვიღაცას. ავა ჭკუიდან ამწენი ტარწამეს ახლა. ჭკუიდან ამწია. ესეთ შემთხვევები გაუგებრობები ხდება ხოლმე. მაგრამ ხოშებ გავარკვიოთ. არც გარკვევა როგორ გინდა ეგრე არ გამოვა. რა ვიცი. შემიშვან. თუ შეიძლება. გაიაროს ხერში არა მაგდოს მანქან. რაიმე ბებოს რაღაცები გადაურჩიეთ ეთიკო რაც სოფელში უნდა წავიღოთ როცა წავალთ. ალბათ 20 დიდი უშველებელი ჩანთა. არ ვიცი. მაგას ტრაილერი თუ წავიღებთ თორე მარშრუტკაში მაგას არ გოტანინებენ და არც ჩვეულებრივ მანქანაში გარჩაეტევა, არ ვიცი. უნდა იყოს ან უშველებელი ჯიპი, ან უშველებელი მინივენი, ან არ ვიცი. დიდი ავტობუსი და ნახევარი ამ ჩანთება უნდა დაიკავონ, არ ვერ გეტყვით. და ჯერ კიდე სად ვართ? კიდე გადარჩევის პროცესია და უამრავი ჩანთა მიემატება. რა ქნას მოსწონს. ის წამალი ვერ ვიყიდე რომ მირჩიეთ ტუჩის. ვერაფრით. რატომღაც ვერ ვიყიდე. ოუ. იმ შარვალს როგორ უხდება ეს ფეხსაცმელი და სამაგიერო შარვალი მე აღარ მიხდება. რა გაურითმე თქვენც ნახეთ ხო? როგორი ამინდია იცი თან ზეუჭყუტყუნებს, მაგრამ თან ცივა. ნახეთ რომ ხლნა ნაცვიარ და რა ლამაზია. აი ხა ესეთი წვიმით მომართვევინა, წვიმით კი არა, ესეთი განათება რო აი წვიმებს რო გას აიმე რა ლამაზი იქნება ეს იდეა რატო არავის არ მოუვიდა. თუ მოუვიდათ. მან ახლა მით ახლა ამ წეკრანი რო არის, რა ქვია მაგას. აი მე ამ წეკრანით ვიცი, მაგრამ ესე რა ქვია არ ვიცი. ასე. ვცდილობ ერთი და იგივე სიტყვები ხშირად არ გავიმეორო, რომ გამახიზიანებელია და ამ კუთხით თქვენი რჩევები გავითვალისწინო. მაგრამ შესაძლებელია ვთქვათ ერთი და იგივე თემას დავუბრუნდე, იმიტომ რომ იმ თემაში რაღაც დამშა სათქმელი. ხო და სიმართლე გითხრათ გოგოებო ვერ დავჭრი
ესე ძალიან ვიდეოებს და ვერ როცა ზედმეტად ის არ ჩანდეს ზედმეტად ხო ხდებით რა მაგრამ შევეცდები რომ თქვენი ისეთი გავითვალისწინე იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი მაყურებელი ყველას ვერ მოერგები ეგ არის ბუნებრივი იმიტომ რომ ერთი ხარ ანუ ყველას ვერ მოერგები და მადლობა ყველას ვისაც მოგწონვართ ისეთი როგორიც ვარ ფორი აქა მადლობთ ნეზუბედური ახლა მოდის რო გადმოვედი უკვე აი კიდევ მზე დავინახე ბიჭყუდებს დედიკოს იმდენ ადგილას ეპატიჟებიან ახლა იმ დღესაც და კაცო ვერ გავიგე საწავით იქაცო რუსთავში კლასელებთან უნდა წავიდეო დედიკო ძახეს იქო მეპატიჟებიანო მე იქაცო იმდენი ადგილია მართლა ახლა 15 წელია დავყოფი არ არის საქართველოში და რამ ხელა სანათესა უყოს ნეტა იცოდე და ის ზღვა და ძალიან დიდი სამეგობრო ყავს დედას და მოკლედ რა ხო და არ ვიცი რა ვქნა დედა ცხოვრობდა რუსთავში გოგოებო თქვენ იცით რომ ბებო ცხოვრობს ხიზაბავრაში და ზოგადად ოჯახი ცხოვრობდა ხიზაბავრაში თუმცა მე-6 კლასიდან პაპას დამ ანუ დედიკოს მამიდამ უთხრა რომ ძალიან აქტიური გოგოაო მე რა კაი მზია ხა შევა გადავირიო მივიღოთ D ვიტამინი ხო და ისეთიაო რომ მოდიო წავიყვანო რუსთავშიო და იქ ვასწავლიო და ყველაფერს ჩავდებო იმისათვის რომ ვიყოს რეალიზებული და ასე შემდეგაც შემდგარი ადამიანი და სოფელში ადრე მით უფრო ძალიან რთული იყო ეხა ცხოვრება და გზის გაკვლევა ხო და რუსთავში ვარო და მივხედაო მოკლედ მეო მამა ხო და იქ გადაიყვანა მე სკოლაში და იქ დაამთავრა დედამ შესაბამისად იქაც ყავს კლასელები დავედით მერვეში მოვედით 5-15 წუთი ხდება აგრას 4-ზე ქონდათ სამხარი სანამ ვირთმევდა